გამარჯობა. ჩამოვედი ნიუ-ჯერსი. ეს არის ბორდენტაუნი ქალაქი. TA ტრაკსტაპი. 13 ივნისი, ილის. ივეს ნახევარი. დაუბრუნდი ისე ძველ სამუშაოს, მორჩა ერთკვირიანი დასვენება. ეხლა მე გადავიღებ ჩვეულებრივ დილას, როგორ იწყება ჩემი და არა მარტო ჩემი, ბევრი ტრაქერის სამუშაო დღე. დისპეჩერმა უკვე ჩამიგდო ტვირთი. პიკაპი მაქვს პენსილვანიაში. იქიდან მივდივარ, უნდა ჩავიტანო 2 ადგილას, ერთი ნორთ კაროლაინაში და მეორე დროპი მაქვს საუთ კაროლაინაში. მაილი ბევრი არ არის, დაახლოებით ტოტალი მაილი არის სადღაც 600 მაილი. სუბუქი წონაა ძალიან, 6000 პაუნდი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 45-46000 პაუნდი დამაქვს და იმასთან შედარებით 6000 პაუნდი ძალიან კარგი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ საწოლსაც ნაკლებს დამიწევს და თავისუფლად ვივლი. მაგრამ აქვს ერთი მინუსი. მინუსი აქვს ის, რომ ახან ორგან არის დროპი. წერია აპოინტმენტები, ჰოსპიტალებში უნდა ჩავიტანო და აპოინტმენტები წერია მაგისგან. და ერთ დღეს არ უწევს დაგდება, უწევს 2 შაბათს და 3 შაბათს. გამოდის რომ ერთი დღე უნდა დავკარგო. მე ახლა დისპეჩერსაც დაურეკავ და იქნებ რამენაირად 2 შაბათს დავცალო ტვირთი მთლიანად ორივე დროპზე. ეხლა დროს აღარ დავკარგავ, გავაკეთებ PTI-ს, ანუ Pet Trip Inspections, დავათვალიერებ მანქანას, რამე ხომ არ ჭირს. პირველ რიგში უნდა შევამოწმო, რა თქმა უნდა, საბურავები შემოწმებული მაქვს, ამიტომ შევამოწმებ მაშუკებს. ეს GPS-ი, რითაც მოძრაობ, ესეც ლოგბუქი. ელექტრონული ლოგბუქი, სადაც ვაკეთებ აღრიცხვას. სად ვიდივართ, სად ვჩერდებით, ვით როდის ვიღებთ, როდის ვაგდებთ. ეხლა მე ჩავთავ PTI-ისთვის ნათურების შემოწმებას. და შევამოწმებ, მუშაობს თუ არა ყველა ნათურა. აქ მიჩვენებს, რომ ახლო მაშუკი, შორს მაშუკი, ეგრეთ წოდებული პავაროტნიკები, სანისლეფარები, ესენი მუშაობს. ზემოთ ამბერ ლაითებიც სილციმებს მუშაობს. მოხვევის მაშუკი მუშაობს, ტრაილერზე განათებები მუშაობს. შემოურბინოთ უცბად. აიდივე ბარი.
ესენიც მუშაობს. საბურავები შემოწმებული მაქვს. ზეთი უხელ შევცვალე. ასე რომ კაპოტის ქვეშ აღარ ვიყურები. ყველაფერი მუშაობს. ესეც ნიუ-ჯერსის ბორდენთაუნის ტრაკ სტაპი. დავიძრები ახლა ნელ-ნელა და წავალ პექის ასაღებად. პიკაპი შორს არ არის, დაახლოებით 58 მილია სულ გასავლელი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ნიუ-ჯერსი, პენსილვანია ტრაფიკები იცის, ცოტა შეიძლება გაიწელოს. Turn right, then take the first left. აკუში ზეთი შევცვალე. ამაზე საზღარი ტრაკსტაპი არ არსებობს. Turn right, then 8 take the first საათი left. მამყოფეს რიგში. Oh my god. Turn left, then take the second left. შეიძლებაო და რანაირად შეხება კი შეიძლება, მაგრამ ტრაქებისთვის არა. ესე იგი, მაგრამ მაინც უნდა შევხვიო except local drivers. მეტი გზა მე არ ვიცი და საწავიდე. ანა მომატაროს სულელურად. ეგრე არ გამოვა, შემოძმა. უნდა მოუხვიოთ.
ტრაქები არა, In 1.5 მაგრამ miles, turn left on Iron მხოლოდ Ridge Road. ადგილობრივი დელივერიო. სხვა გზა მისასვლელი მე არ ვიცი, ამიტომ გავრისკავდა მაინც ესე წავალ. ყველა ვარიანტი. აქვეა შორს არ არის, მაგრამ აიც არ ვიცი, სხვა გზა საიდან უნდა მისულიყავი. აი როცა no track აწერია იქ შესვლა ნამდვილად არ შეიძლება. იმიტომ რომ შეიძლება ან დაბალი ხიდი დაგხვდეს, ან ისეთი ქუჩა იყოს, რომ უბრალოდ ვერ გაეტიო, ვიწრო იყოს. გაიჭედები, მოვა პოლიცია, დაგაჯარიმებს და 1/2 mile, turn left on Iron Ridge Şarşı Road, gayet then koy. turn left. Turn left on Iron Ridge Road, then turn left. აქ არის სადღაც. და უნდა ვიპოვოთ. კიდე კარგი ახაც არ დააწერეს no track. Turn left on Kestrel Drive, then take the second left. აჰა, ეს არის. Kestrel Drive. აქ უნდა შევხვიოთ. Turn left, then take the first right. ერთი წუთი მეგობა რო გვაცადეთ ეხლა შენ. ეს არის ვილიამს. აქ უნდა დავიტვირთოთ. Turn right. ეხლა მე აქ ავჩერდები ეს. გადავალ. შიპინგი ეს არის აქ. ეს კარებია.
გადავალ და გავაკეთებ check-ins. გავიგებ რა ხდება, რა ტვირთი გვაქვს, არის თუ არა მზად. ლოგბუქში უნდა ჩავწეროთ, რომ მოვედით პიკაპზე. ესე წავედი ახლა მე და დავჩეკინდები. ესე იგი ვიყავი ჩეკინზე. მოდიო, შემოაყენეო მითხრა, შენი ტვირთი მზად არის. მაგრამ აქედან არ ყოფილა შესასვლელი, მეორე მხრიდან უნდა შევიდე. აქ ახლა წვალებას მე ესე ნელ-ნელა უკუსლით გავარ. არ არის დიდი მოძრაობა, მიდია. შვიდობიანად გავა. მოვლი მეორე მხრიდან და შევაყენებ. ერთი მეგობარო მაცადე. ვაცადეთ ბატონო. All right. Arriving at 103 Kestrel Drive, Collegeville, Pennsylvania, 19426, on the left. ესე უნდა შევძრეთ ახლა. ეს მასალა ჰოსპიტალს არ დაჭირდება. ჩემი აზრით იქ რაღაც კონსტრაქშენია. შენებლობა და It's good? All right. კარგია. ახლა დავიტვირთე. ესე იგი რა ხდება ახლა აქ? ეს სკინები უნდა დამიდონ. ამიტომ მომთხოვა აი ეს ვუდბარი, ხის აი ეს ხის ბარი ქვია, არ ვიცი ხა ქართულად. აი ესენი 5 წელი დაალაგება. რომ ზემოდან დააწყოს. რომ მე ფორკლიფტი ან კრანი რო ჩამოცლეს. ქვემოდან რომ კონდეს სივრცე. ან კრანით დაუდე. ესეთი მასალა არ კინის. ეხლა ეს ვუდბარები არ ვიცი როგორ თანაბრად გავანაწილე, თვითონ მეტყვის შეიძლება კიდე გავწიო ან შევკვეცო პირიქით. ნახოთ. Right, ერთად. რა სიგზეა.
ესე დააწყო და მარკერები გავუკეთა. ვინაიდან ორი სტოპი მაქვს. ორანჟი ცალკე სტოპია და ეს ლურჯი ცალკე სტოპია. ხა კიდევ ორცაც ესეც დადებს, იმასაც დაამარკერებს და მეცოდინება რომ პირველ სტოპზე დაუშვათ ლურჯი უნდა ჩამოვიყო, მეორე სტოპზე ორანჟი არ მერიოს რა. ეხლა გაჩვენებთ როგორ გამოიყურება დაბმული ტვირთი. ესე დავავი ამოტარებით. ზემოდან გადავიღებ და კარგად გამოჩნდება რატო დავავი ეს. Okay. So, აი ეს ამოვატარე, იმიტომ რომ უფრო მჭიდროდ იყოს. ესე მჭიდროდ არის. ეს რომ მხოლოდ ზემოდან გადამეტარებინა, არ დაიჭერდა იმ სიმძიმით, ეს მაინც იმოძრავებდა და სავარაუდოდ ტორმოზის დროს ეს უწინ წავა და დაანგრევს მთელი მას. კარკას, მანქანის, ტრაილერის. ამიტომ safety first, როგორც იტყვიან, პირველ რიგში თავარია ტვირთი ისე იყოს, მყარად მჭიდროთ, რომ გზაში არაფერი ექსიდენტი მოგვივიდეს. ესეც კრასკები. სულ ეგარი. მოურჩი თლიანად დატვირთვას. მზადა ვარ. ლოგბუქშიც შევიყვანე rate confirmation-ის BOL-ის ნომრები. სად მივდივარ? და წავედი ახლა North Carolina-ში. პირველი დროპი მაქვს იქ. მეორე დროპი South Carolina-ში. ორივე ტვირთი მიდის ჰოსპიტალის ტერიტორიაზე. რა არის, არ გაწმინდა შუში. და წინასწარ უნდა დაურეკო, რომ მივარ. ისე არ შეიძლება შესვლა, უნდა დამხდნენ, შემიყვანონ სადღაც სპეციალურ ადგილზე, სადაც ჩამოცლი. ესეა ამბები. ბალტიმორში გავჩერდი ერთი მიზეზის გამო. ბალტიმორი და ვაშინგტონი დღისით არის გასავლელად ჯოჯოხეთი. არის ძალიან დიდი ტრაფიკები და ძალიან ბევრ დროს კარგავ სიარულში და ცალკე კიდე ნერვებს იშლი. ამიტომ მირჩევნია ახლა ცოტა მაილი რახან მაქვს და ორშაბათს უნდა ჩავიტანო. გვიან რა გამთენიისას წავალ 3-ზე 4-ზე გავივლი ამ ბალტიმორს, ვაშინგტონს და მერე უკვე თავისუფალია გზა რიჩმონდისკენ. აი ეს ნიშანი ნიშნავს იმას, რომ
არ შეიძლება ტრაკი დაქოქილი იყოს და იდგე. No idling zone როა წერია, მაგას ნიშნავს, რომ არ უნდა ამუშაო ტრაკი დაქოქილი. არ უნდა იდგე დაქოქილი. ეს სერიოზული ჯარიმებია მაგაზე. წავალ ახლა აქ რესტარია ველკომ ცენტრია. ავასავიღებ. თან შიგნით გადავიღებ. ესე შიგნიდან. რამდენი ხალხია. Panda Express-ი არის ჩინური რესტორანი, ჩინური სამზარეულო ბოდიში უпроსორად და გემრიელესია, მე მაგრად მიყვარს. Popis. ეს არის ლუიზიანა kitchen, ლუიზიანური სამზარეულო. ქათამი, ამათი საჭმელი ქათამია, ხოლო შემწვარი 1000-ნაირად, რა ვიცი. და ყველანაირი ნაწილი. Burger King-ი. ეს ყველა მიცის. ეს სხვათა შორის ძალიან ძვირია. ამათ აქვს პრეცელები, ეს პრეცელი. და აი ნახე რა არის პრეცელი. ორიგინალი. $7. რა ვიცი. არის ასე. მაგრამ გემრიელი არის. Frittenmenger, ეს ცნობილი აჰეტეზე არის ხოლმე ეს. შემხედრია ბევრგან. ნუ უფრო ორგანიკი საჭმელი აქვს აქ, აი და organic hot drinks, organic coffee. ყველაფერი ორგანიკები აქვს და გემრიელი. სენდვიჩები, ყავა. Dunkin Donuts. აქ უნდა იყოს Starbucks. წესით და რიგით. მე ესე მახსოვს, რომ არის Starbucks. ეს მარკეტია ჩვეულებრივი. ახლა მნიშვნელოვანი, მაგრამ Starbucks-ი სადაა? რატომ მახსოვს, რომ აქ Starbucks-ია? შევწდი. Dunkin Donuts-ი არის, Starbucks-ი არის. Okay.